ახლა მივდივარ ჩავწერა ჩემი მეგობარი, ანუ ჩემი წელია და მინდა ჩავწერა გენდერზე, როგორ სიტუაცია სკოლებში გენდერულ თანასწორობის მხრივ. High school student Tamta Kakhaberidze is a volunteer at the Independent Journalists House, an NGO created by journalists at the newspaper Batumelebi on Georgia's Black Sea coast. Interviewees share with Tamta what it's like to be a girl in a Georgian public school. ყოველდღიურად გვესმის ჩვენ მოსწავლეებს როგორ ამბობს, კონკრეტული მასწავლებელი ხო ყველა ნამდვილად არ ამბობს, რომ ბიჭები გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე გოგოები და მათ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ. თქვენო გოგოები აქ კი სწავლობთ რაღაცაო კარგადო ცდილობთ, მაგრამ ბიჭიო რაც არ უნდა არ სწავლობდესო ლოგიკურად შეუძლია მათემატიკური ამოცანის ამოხსნაო და გოგოებსო ამის მისაღწევად შრომა გჭირდებათ და სწავლაო. What Tamta hears from the girls is not unfamiliar to her, and she now recognizes gender stereotypes in Georgia's everyday life. ჩემს მეგობარს, პატარა მეგობარს 8 წლის გახდა და აჩუქეს დაბადების დღეზე წიგნი, ჩემი პირველი ენციკლოპედია, სადაც ანუ ყველაფერზე იყო საერთოდ საუბარი რაღაც ცხოველები, ადამიანები რაღაც და აღწერილი იყო ესე გოგონები და ბიჭები და მეგონა რაღაც მხოლოდ ბიოლოგიურად რაღაცა ვიქნები და აღწერილი და ქვესათავრი ესე იყო გოგონები, პანჭები და ჭორიკნები და ბიჭები რაღაც ცხუბის თავები და გამბედავები და What she saw as a problem before has become the focus of her journalistic work. Now only 15 years old Tamta started learning journalism at the Georgian newspaper Batumelebi as a media literacy program student 1 year ago. The youth media literacy program supported by USAID through the IRUXG media program was designed to give high school students an opportunity to see how newsrooms work and begin to develop their own journalism skills. Tamta says the program changed her life. უფრო თავდაჯერებული გავხდი, უფრო კომუნიკაბელური, უფრო აქტიური, რაღაცებზე დავფიქრდი, რასაც იქამდე არ ვფიქრობდი. ანუ ვფიქრობდი, მაგრამ მე რას შევცვლი და რაღაც ესეთი მომენტი მქონდა. რაღაცებზე. და რაც თავია, ანუ მაშინ პირველად მივხვდი, რა არის იყო ჟურნალისტი, ნიუსრუმში შევიხედე, ნამდვილ ჟურნალისტების ცხოვრება ვნახე და რა ვიცი, ყველაზე მაგარი ეს იყო ჩემი აზრით. 16 წლის უკვე ვიყავი დანიშნული. During media literacy classes, Tamta took part in producing a video story on underage marriages. Her 14-year-old classmate from a village school near the Turkish border got married and became one of thousands of Georgian girls who drop out of school to have their own children. This was the first time when Tamta felt the topic was so important to her. ნადრევი გათხოვების ფაქტები კი იყო და ანუ გაგონილი მქონდა ჩემ სოფელშიც, მაგრამ ეს ანუ კლასელი რო გათხოვდა, ეს რაღაც იყო ისეთი რაღაც რა წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო ჩემთვის და ამიტომაც მინდოდა მედია სკოლაში მე რაღაც ამ თემაზე მუშაობა, ამიტომ მომინდა. Tamta became so interested in the topic that she attended a special course on gender issues. She gave a presentation on underage marriages and conducted her own gender trainings at different schools. Now she is trying to share her knowledge with her classmates. ვიწყეთ მაგაზე საუბარი და მეთქი ესე ტრეინინგის ჩატარებას ვაპირებ და ანუ როცა რაღაც მოდი რას ფიქრობთ მეთქი და დაიწყეს ორი გოგო ვართ კლასში და ნარჩო ბიჭები არიან და დაიწყეს საუბარი იმაზე მისცემდნენ თვარად სოლს მუშაობის ნებას და მეთქი არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო ეს გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი. Before giving her own training at the school, Tamta finishes her interview with the girls and returns to the Batumelebi newsroom to edit her video and publish it on the webpage Breast Cafe Gym. She hopes her work will bring change to her community. ერთი ნაბიჯი წირო გადაიდგას ამ სიუჟეტის შემდეგ, ეგეც ეს კარგი იქნება ჩემი აზრით. ანუ ვინც საერთოდ არ ფიქრობდა, ის დაფიქრდება, ვინც თქვათ მეწინააღმდეგებოდა გენდერულ თანასწორობას, ცოტა შეეცვლება აზრი.